გამარჯობათ მეგობრებო, ეხლა წერთ უკვე მეორე სერიას სხვა თოფზე. პირველი სერია ნახეთ, ბაჩო მაქსიმალურად გაწესდა თოფი და გაჩვენათ რა შეუძლია ამ თოფს. ეხლა დავიწყოთ მეორე სერია და მეორე თოფით. და გვეთქვით კიდე ბაჩო რაღაცეებს. მეორე იარაღი არის იგივე ფირმის, იგივე 12 კალიბრი. ბოლოს სისტემას რაც შეეხება, დავიწყოთ იქიდან არის 51-იანი ლული და ამასაც აქვს საცვლელი ჩოკები, ჩვეულებრივად. ამ იარაღის განსხვავებულობა რაში მდგომარეობს? ყველა ნახევრად ავტომატს, როგორც ისევე ამასაც აქედან ლაგდება ტყვიები, მაგრამ გვაქვს კიდევ მექანიზმი, რომელიც შეგვიძლია ისე გადავხსნათ იარაღი. აქედან შეგვიძლია ჩავალაგოთ ტყვიები. შეგვიძლია უბრალოდ ჩალაგებული ქონდეს ტყვიები, შეგვიძლია აქედან ჩავალაგოთ და ესეთ მდგომარეობაში გადავაადგილოთ იარაღი. არის კომპაქტური და პატარა ზომის. ეხლა ვნახოთ უკვე შედეგები რას იზრავს. ვიდეოებში ჩაემატება, დავდებთ ბეტონის ბლოკებს. დისტანციასაც ვიტყვით და ვნახოთ რას იზრავს. ეხლა ვისვრით 10 ნომერს, ფიოჩის 31 გრამიას 25 მეტრში. და ვნახოთ შედეგი. ამას ქვია 51-იანი ლულით 25 მეტრზე. 10 ნომერი. ყველა რომ მოვნიშნო, ძალიან ბევრია. ალბათ შემიძლია ზოლები გავაკეთო. ლულის სიგრძიდან გამომდინარე, დიდ რაზდიუსზე იმდენად გაშლა არ არის, სადაც შედარებით მოკლე ლულა არის. აქ ჩვეულებრივი გაშლა, მაგრამ დაჯგუფება აქვს. ძალიან მაგარი დაჯგუფება გააკეთა. ყველა ვერ მოვნიშნით, ძალიან ბევრია. გარშემოც გვაქვს გაქცეული, მაგრამ დაჯგუფებულად იქით-აქეთ ნასროლი არ არის, აი ცენტრში რაც გვაქვს, მხოლოდ იმებს მოვნიშნავ დაახლოებით, აი ბევრია. საერთო შტაბეჭილება შეიქმნება მე მგონი. იდეალურია. მოკლედ მეგობრებო, გაიტესტა ეს იარაღიც. მოგაწვით კიდევ ერთხელ ინფორმაციას, რომ არის 51-იანი ლულით, არის 8 ტყვიანი და არის კომპაქტური, იქიდან გამომდინარე, რომ ხდება მისი გადახსნა და ამ მდგომარეობაში შეგიძლიათ გადაიტანოთ. გინდა ჩაალაგეთ ვაზნები, გინდა ჩალაგებული ქონდეთ, შეგიძლიათ აი ესე ატანოთ. შემოგთავაზებთ ეხლა უკვე შემდეგი იარაღის განხილვას დროებით.